გუშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დასრულდა. სეზონის უკანასკნელ მატჩში დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. გათამაშების ცხრილ სათავეში ზესტაფონი უდგას. ეროვნული ჩემპიონატი თებერვალში განახლდება. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კვლავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ამ ჩემპიონატის ორგანიზება მხოლოდ გასული 3 წლის განმავლობაში მოახერხა. წელს კი ჩემპიონატის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ ლიგა იძულებული იყო უსახსრობის გამო ფუნქციონირება დროებით შეეჩერებინა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება ამის გამო საფრთხის ქვეშ იდგა. Შეიძლება საერთოდ დაშლის პირას მისულიყო ეროვნული ჩემპიონატი. აქედან გამომდინარე, წერილი საფუძველზე ფედერაციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მას ჩაეტარებინა, თუმცა ჩაეტარებინა მაისამდე და შესაბამისად თუ კი მაისში დაიდება ის პროექტი, რომელიც პრაქტიკულად მოგცემს ჩვენ გარანტიას იმისას, რომ ეროვნული ჩემპიონატი არ შეექმნება პრობლემები ჩაშლის, შესაბამისად გადაეცემა და დაუბრუნდება ისევ პროფესიულ ფეხბურთის ლიგას. ტურნირის მეორე წრე დინამო ტორპედოს დაპირისპირებით დასრულდა. დინამომ სეზონის ბოლო მატჩში 1-0 მოიგო. ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესში რამდენიმე გუნდს თავკაცი შეეცვალა. იყო გარკვეული პრობლემებიც მსაჯებთან დაკავშირებით. მეორე წრის ბოლოს გათამაშების ცხრილის სათავეში საფეხბურთო კლუბი ზესტაფონია. იმერლება 12 მატჩში მოახერხეს გამარჯვება. პირველი მატჩი ფრედი თამაშეს, 5 კი წააგეს. ჯამში 37 ქულა და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი მოიპოვეს. რახან პირველ ადგილზე ვართ. დადებითად შევაფასებდი. თავისთავად ცხადია, ალბათ იყო თამაშები, სადაც თლად დამაჯერებლად ვერ გამოვიყურებოდით. იყო კარგი თამაშები. ალბათ მეტი სტაბილურობა საჭირო მეორე ეტაპზე. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს ისევ და ისევ ჩვენი საკუთარი თავის პრობლემა, ასე ვთქვათ. თუ იქნება მობილიზება, თუ იქნება კონცენტრაცია ფეხბურთელების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, მწვრთნელების, მე მგონია, რომ ჩემპიონები გავხდებით. იმ გუნდებს, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე იყვნენ ჩემპიონატში, ასპარეზობის უფლება აეკრძალათ. რამდენიმე კლუბს გამოუჩნდა სპონსორი, რომელმაც გუნდში დიდი ინვესტიციები ჩადო. რამდენიმე კლუბი კი დღემდე გაურკვეველ სიტუაციაშია. ამ დრომდე მეპატრონის გარეშეა ზუგდიდის ბაია. ზუგდიდელი ფეხბურთელები 5 თვეა უხელფასოდ თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ბაიამ გათამაშების მეორე წრე სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილით დაასრულა. ადგილების მიხედვით და ქულების მიხედვით ცუდი შედეგი არ არის ნამდვილად ეკონომიური სირთულეებისგან გამომდინარე ჯერჯერობით ძიებაშია გუნდის ხელმძღვანელობა სპონსორის ძიებაში არიან და თუ იქნება ფინანსური მხარდაჭერა მაშინ გაგრძელდება გავაგრძელებთ მუშაობა ჩვეულებრივად და უფრო უკეთეს შედეგსაც ვაჩვენებთ არის იმის პოტენციალი ზუგდიდში. ეროვნული ჩემპიონატი თებერვალში განახლდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ ჩაატარებს ტურნირის მესამე და მეოთხე წრეს. უცნობია უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბების რაოდენობაც, რადგან შესაძლოა უსპონსოროდ დარჩენილმა გუნდებმა ზამთრის შესვენების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ ენთუზიაზმზე აღარ ითამაშონ.